კი ჩვენი სტუმარია გახლავთ კონსტანტინე ჟღენტი, დიპლომატი და ასევე ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში. ბატონო კოტე, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. მოგესალმებით, ნინო, მოგესალმები მაყურებელს და მსმენელს. დიახ, ბატონო კოტე, ზუსტად აი საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, იმიტომ რომ ორი ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ და ზოგადად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ჩემი აზრით, მე გავაყოფთი, ეს იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, ბოლოს და ბოლოს ჯო ვილსონმა გაიტანა მაინც თავისი და მეორე მხრივ ნატოს სამიტი, რომელიც ჩატარდა ანკარაში და ალბათ საინტერესო და ურაცაღები გადაწყვეტილებებიც თუ არა მიიღო, ყოველ შემთხვევაში რაღაც საინტერესო განცხადებები მაინც გაკეთდა. თუ შეიძლება დავიწყოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციით და როდესაც ესეთი დაძაბული არის ვითარება ბატონო კოტე მსოფლიოში, მით უფრო განახლდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ეს გაცვლითი დაბომბვები და ტრამპმა გამოაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება დასრულებულია, მაინც ეს საერთაშორისო სტრუქტურები იცლია საქართველოსთვის. თქვენ რით ხსნით აი ეს კულმინაციისკენ მივდივართ თუ იგივე მოტივები აქვს და ამ მოტივებზეც ვისაუბროთ, აი მათ ასეთ გააფთრებას საქართველოსადმი და აი ესეთ დირექტიულ მოთხოვნებს, იმიტომ რომ ფაქტობრივად გამოდის, რომ ისინი მოითხოვენ არჩევნების შედეგების ანულირებას ისევ და არჩევნების ისე ჩატარებას, რომ ეს იკითხება ქვეტექსში რეზოლუციის და მათ განცხადებებში, რომ მოვიდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათთვის იქნება ხელსაყრელი და არ აქვს მნიშვნელობა ეს დემოკრატიული წესით იქნება თუ არ იქნება, თუმცა შეფუთულია დემოკრატიის ერთგულებით. თქვენი აზრით, ეს გააფთრება და ასეთი განრისხება ეუთოსი და არა მხოლოდ ეუთოსი რითი არის გამოწვეული? ხო, მადლობა ნინო, კითხვისთვის. საქმე იმაშია, რომ როცა 250-ზე მეტი ქვეყნიდან 39 მიიღებს მონაწილეობას და 39 ხმით მიიღებენ ამ ეგრეთ წოდებულ დოკუმენტს, მან ნათელია, რა თქმა უნდა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული უმცირესობაზე კიდევ უფრო მცირე ქვეყნების პოლიტიკური ნაბიჯი. ამას კი, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიექცეს, იმიტომ რომ მაინც ახლა ეუთოს რეზოლუცია და მაინც ასე ვთქვათ გაატრიეს, იმიტომ რომ იქითვლება, რომ აი ამ 39-მა რომ დაუჭირა მხარი, მაინც ეს გავიდა, მაგრამ პრაქტიკულად ხო ამას პრაქტიკულად რომ არანაირი ფასი არ აქვს, ხო ნათელია, ეს ერთი. ჯერ ერთი ისედაც სარეკომენდაციო ხასიათის არის რეზოლუციები და ქვეყანა ან დაეთანხმება, ან თავის არგუმენტებს წარმოადგენს, რასაც ბევრჯერ ვაკეთებთ ხოლმე და ამას პასუხი არ არის. იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან არგუმენტული პასუხი არის ხოლმე და იქიდან მხრიდან არგუმენტების ნაკლებობა ყოველთვის შეინიშნება და ეხლაც იყო. არის რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ სულად ახმებზე დაფუძნებული რეზოლუცია. ხო და რაც შეეხება იმას თუ რატო აკეთებენ ამას, მე ეს არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ უნდა გავამეორო. ის რომ გნებავთ ევროკავშირის, ევროპარლამენტი, ან ევროკავშირი თავის დოკუმენტებში გნებავთ ეუთო, ასე ვთქვათ, როგორც ზოგჯერ ამბობენ ხოლმე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადრე თუ გვიან მოუწევთ შეცვალონ პოზიცია. არაფერს არ მოუწევთ, ძალიან დიდი ბოდიში მაგთან, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არანაირად არაფერი არ მოუწევთ და ისე განაგრძობენ ერთი უბრალო მიზეზის გამო. ისინი ასე აზროვნებენ და ასე ფიქრობენ. აზროვნებენ და ფიქრობენ, ესეც არაერთხელ მithქვამს და უნდა გავიმეორო, ლიბერალ პირე გლობალისტურად. ეს არის თაობა, რომელიც ესია აღზრდილი. და მათი აზროვნება არის ასეთი, რომ აი უნდა მოთხოვონ საქართველოს მსგავს ქვეყანას და ამ შემთხვევაში საქართველოს იმის შესრულება, რაც მათ ინტერესებშია, მათი ორგანიზაციის, ან თუ გნებავთ მთლიანად ლიბერალ გლობალისტური მიმდინარეობის, რომლის ბრძოლაც კონსერვატიულ ძალებთან, როგორც ისინი უწოდებენ ძალიან ბევრ ქვეყანაში რადიკალურად მემარჯვენეს უწოდებენ, იმიტომ რომ რაღაცნაირად შეაშინონ მოსახლეობა და სხვა ქვეყნებისაც რომ აი ჩვენ ვებრძვით რადიკალურად, არაფერი, ის არის კონსერვატიულ მიმდინარეობას და ლიბერალ გლობალისტურ მიმდინარეობას შორის ბრძოლა. საერთაშორისო ბრძოლა, რის უკანას დგას არაერთხელ გვითქვამს, ესეც გლობალური ომის პარტია, ზოგი ამას deep state უწოდებს ხოლმე, მაგრამ მე
ისევ გამიმეორებ, რომ ჩემთვის deep state არის ქვეყნის შიგნით, state-ის შიგნით და საერთაშორისო დონეზე ეს არის გლობალური ომის პარტია, კი ბატონო, გლობალური deep state-ი დაუძახოთ, რომლის ინტერესებსაც ატარებენ ეს ორგანიზაციები, როგორც არის ევროკავშირი, როგორც არის EUTO და ასე შემდეგ. უმრავლესობა მათში წარმოდგენილია აი ამ აზროვნების და ამ მიმართულების ხალხით, მათ შორის დეპუტატებით, რომლებიც ხმას აძლევენ მათი აზრით, რაც არის სწორი იმას. და ეს არანაირად არ შეიცვლება. იმიტომ რომ აი ეს არის მათი აზროვნება და ამას ემატება პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გამომდინარეობს მათი აზროვნებიდან. მორჩა, ეს არის და ყოველთვის ესე იქნება. თუ არ შეიცვალა მართლობითი სისტემები. ჯერ ცალკეულ ქვეყნებში, მაგალითად თუ არ მოვიდნენ გერმანიაში მემარჯვენე ძალები, როგორც ისინი ეძახიან და კონსერვატიული ძალები, როგორც ჩვენ ვეძახით, ანუ ალტერნატივა გერმანიისთვის, თუ არ მოვიდა საფრანგეთში ლეპენის პარტია და მისი ძალები და ასე შემდეგ, რისი პერსპექტივაც ჩემი აზრით არ არსებობს, იმიტომ რომ ამას არ დაუშვებენ ევროპის წამყვან ქვეყნებში ამ ძალების მოსვლას მმართველობის სათავეში არ დაუშვებენ ისინი, ვინც მათ ასე ვთქვათ ზევიდან მართავენ, ანუ ისევ ეს გლობალური ომის პარტია და სამხედრო სამრეწველო კომპლექსი საერთაშორისო. ამიტომ აი ეს არ მოხდება, ამიტომ იმის ლოდინი არის და იმის ფიქრი იმაზე არის ფუჭი, რომ ისინი შეიცვლიან აზრს და შეიცვლებენ და საქართველოსადმი დამოკიდებულებას შეცვლიან. თუ მოვიდნენ ის ძალები, რომელიც თქვი, კი ბატონო, მაშინ არის ამის შანსი, მაგრამ თუ არ მოვიდნენ და დარჩენ ისევ ისინი, იქნება ისევ ის დამოკიდებულება, რაც იყო. და არანაირად ეხლა მინდა თქვა, ის მაგალითად რომ ჩვენ ვართ ცენტრალური ქვეყანა აი აღმოსავლეთ დასავლეთის ჯაჭვში, ანუ ამ შუა ტერეფანში და ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ იმათ თავის შეხედულებები და თავის მოთხოვნები ჩვენზე შეიცვალონ. იმიტომ რომ იქ უფრო გაცილებით მეტი დგას ამის უკან და მათთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ იმოქმედოს ისე, როგორც მათ სურთ და მათი ასე ვთქვათ მითითებებით და ისე, როგორც ისინი თვლიან სწორად და საჭიროდ. და ბატონ კოტე, აქ არის დიახლა ევროკავშირს და EUTO-ს. და აქ არის ერთი საინტერესო მომენტი, კი ჩვენ თქვათ, ჩვენმა ხელისუფლებამ გვითხრა, როგორი კადრს მიღმა, როგორი ტიპის საუბრები, რაზე საუბრობდნენ, იგივე ამერიკის ელჩი, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს, საბოლოოდ რა უნდათ, მათ როგორ ფიქრობთ, აქვთ რამე გეგმა, აი რაღაცაში რო გინდა სახელმწიფოს გამოყენება, უნდა გქონდეს მკაფიო გეგმა, ხო, ის ამას გააკეთებს და მივაღწევთ ჩვენ ამ მიზანს, ხო, დანამდვილებით. მე მეეჭვება გამომდინარე იქიდან, რასაც მე უკრაინაში ვაკვირდები და თუნდაც იგივე ირანში მიმდინარე მოვლენებს რო ვაკვირდები, რომ რომელიმე დასავლურ ქვეყანას, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც რაღაც დირექტივებს გვაძლევენ, რაღაც რეზოლუციებს იღებენ, მკაფიო გეგმა ჰქონდეთ კონკრეტულად თქვათ, რისთვის სჭირდებათ საქართველო. აი კონკრეტულად ხო შეიძლება რომ აი მე ამას გავწირავ და მივიღებ ამას. და შეიძლება ღირე ხა ჩვენთვის არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება ღირდეს რაღაცა, ხო, ჩიტი ბძღნად, ანუ რისკად ღირდეს. აქვთ მათ მკაფიო წარმოდგენა, რისთვის უნდათ და ის არამკაფიო წარმოდგენა როგორია, რაში უნდათ ჩვენი ქვეყნის გამოყენება. სამერაში აიცით, აქ უნდა გავმიჯნოთ ამერიკელები და ამერიკა და ევროპელები აუცილებლად. იმიტომ რომ ხა აი გუშინ ვინც უსმინა და მე უკვე როგორ შოუს დიდი ხანია ისე უყურებ ხოლმე ბატონი ტრამპის პრესკონფერენციებს მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგაც, ისე როგორც გუშინელი მის პრესკონფერენცია იყო ნატოს სამიტის შემდეგ და თეთრსახშიც მის პრესკონფერენციებს. ნუ შოუებია აშკარად, იმიტომ რომ ისეთ ტერმინოლოგიას ხმარობს, ისეთ სიტყვებს ხმარობს, მაგალითად გუშინ განაცხადა, რომ ირანელები და ირანეთის ხელმძღვანელობა გიჟები არიან. ხელიც მიიდო, ხო, იმასთან რა ქვია, საფეთქელთან. ძალიან კაი კითხვა დაუსვა ამ დროს ნიუ-იორკ ტაიმსის ახალგაზრდა კორესპონდენტმა, რომ გუშინ წინო ამბობდით, რომ ირანის ხელმძღვანელობა არის პასუხისმგებელი ხალხი, რომელთანაც შეიძლება საუბარი და ჩვენ მათთან მოლაპარაკებას ვაწარმოებით და ძალიან მალე ველოდებით შედეგებს და ასე შემდეგ. ხო თქვითო. და ორ დღეში რა შეიცვალა დღეს რო იძახით, რომ ვერ არიანო და სულელები არიან.
ნუ უპასუხა რამე ტრამპმა ხო ვერცველაფერს ვერ უპასუხებდა გადავიდა ისევ იმაზე რომ გაანადგურეს მთელი 150-ზე მეტი გემი უკვე ფსკერზეა ირანის ავიაცია არ არის გაუნადგურეს ლიდერები ეს უკნეს ასე შემდეგ და კიდევ უფრო მეც უზამენ თუ ესე გააგრძელებენ მორჩა აქ რა იმაზე შეიძლება იყოს ლაბარაკი რომ ის რა ქვია ეს გაიმარჯვებს თუ მე მიყვირს ჩვენთან ზოგიერთების და მიყვირს უცხოეთშიც რომ იმაზე რომ საუბრობენ რომ ამერიკამ გაიმარჯვა თუ ირანმა გაიმარჯვა როგორ შეიძლება ჭკუატყოფილმა ადამიანმა ამ კონფლიქტში ამ ომში დაინახოს ის რომ რომელიმე მხარეს შეუძლია გამარჯვება გამარჯვება ნიშნავს რომ სახელმწიფო თეორიულად სახელმწიფო ოპერაციად ჩაატაროს შეერთებულმა შტატებმა გადაცხადოს ჯარი იქ დაიპყროს თეირანი და ასე შემდეგ აი ეს იქნება გამარჯვება ირანის მხრიდან კიდე ამერიკელებს საერთოდ ვერაფერს ვერ აყენებენ პრაქტიკულად ურტყავენ ისევ იმ საწყალ უკაცრავად ამაზე კი ბატონო არაბულ ნავთობ მონარქიებს დიახ ასეთი ანუ არაბეთის ყურის სახელმწიფოებს რომელშიც მიმსახურე საკმაო ხარი და ამიტომაც მეწოდებიან და თან ვიცი როგორი იმედები ჰქონდათ მათ იმაზე რომ თუ რამე მოხდა დაიცავს ამერიკის შეერთებული შტატების განლაგებული ბაზები და ასე შემდეგ ნუ ორი ბაზაა სულ მაგრამ ნუ ხო აქ იარაღი მიწოდებული ამერიკელების მხრიდან რომელსაც უნდა დაეცვა ისინი ამ ირანული დარტყმებისგან აი რამდენი ხანია უკვე გრძელდება ეს ომი და ვერ იცავს აი გუშინაც საპასუხოდ იმისა რომ 90 ის დაბომბეს ამერიკელებმა ასე ვთქვათ ადგილი თუ ლოკაცია როგორც ამბობენ თუ სამხედრო სამიზნე ის საპასუხოდ ირანმა დაბომბა ისევ ამერიკული ბაზები სპარსეთის ყურეში ხო და ისე ცეცხლი უკიდია და ყველაფერი ამ დროს ტრამპი ისევ აცხადებს კიდევ ერთი კითხვის საპასუხოდ გუშინ რო იყო რომ ისევ არაო ეს ჯეიდი ვენსი და კუშნერი და ისევ ჩემებიო წავლენ მოსალაპარაკებლად შეიძლება დაელაპარაკონ და ასე შემდეგ რაზე უნდა დაელაპარაკონ მე ის მაინტერესებს რის შესახებ ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენჯერ მოილაპარაკეს თითქოს რომ უნდა შეწყდეს ჰორმუზის ურთიერთობის ცეცხლი უნდა ის მაგრამ ისევ ახლდება და ახლდება ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ესეც მithქვამს მრავალჯერ ყალიბდება კიდევ ერთ კონფლიქტად როგორც გნებავთ ისეთი დაარქვით ცივი ცხელი ნელთბილი ხანგრძლივ კონფლიქტად ყალიბდება ხანგრძლივ და ისევე როგორც არის მაგალითად ისრაელსა და პალესტინელებს შორის ხო იმის შემდეგ რაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო იმის მერე ეს კონფლიქტი არ ჩერდება სხვადასხვა ინტენსივობით სხვადასხვა წელს ხან ომს არქმევენ ხან ინტიფადას ხან არ ვიცი ხან სამხედრო შეტაკებას აი აქეთკენ მიდის რომ ირანსა და ამერიკას შორის მუდმივად ესეთი ის იქნება დამოკიდებულება იმიტომ რომ ის რასაც ითხოვს ტრამპი ირანელებისგან რომ იმათ გამოაცხადონ ყველაფერზე დათანხმდნენ რასაც აპირებებსაც ესენი უყენებენ ეს წარმოუდგენელია ეს არ მოხდება გარდა ამისა ირანსა და ამერიკაზე მიბმული არიან ირანზე მიბმული არიან მისი მოკავშირეები ჰეზბოლა ხუსიტები და ამაც ამერიკაზე მიბმულია ისრაელი თავის ინტერესებით რომელიც ძალიან ხშირად ამ ამერიკის მითითებებს არ ასრულებს და ისინიც ირანის მითითებებს არ ასრულებენ და არ შეასრულებენ. იმიტომ რომ ეს მათ იმას ნიშნავს დამთავრებას. ამერიკელების კი არა იმ ძალების კი ბატონო ვინც ამათი პროქსი ძალებად არის მიჩნეული დიახ. პროქსი ძალების დიახ. ამიტომ ეს იქნება ეს ამის დასრულება და მით უმეტეს დასრულება ისე რომ ამან გაიმარჯვა და ეს დამარცხდა ეს შეუძლებელია ეს არ მოხდება. მე ასე მგონია. ეხლა ევროპელებს რაც შეეხება, ითხოვენ ჩვენი კანონების გაუქმებას, ხო ძირითადად კი ბატონო. ის იმას ნიშნავს, რომ ერთი ეგეოს იმეორებენ, რომ ისინი ფასეულობებს წინაყენებენ ამერიკელებთან შედარებით. აი წინა ადმინისტრაცია ამერიკის უფრო ევროპულად ასე ვთქვათ, ფშყალებში აყენებდა ხოლმე. წინა ბაიდენის ჩვენთან. ტრამპისგან განსხვავებით, ესენი იგივეს განაგრძობენ, ხო, ევროკავშირის მალები იგივე კანონები გააუქმეთ გამჭვირვალობა, გააუქმეთ ოჯახის შესახებ კანონი და ასე შემდეგ და ასე. კიდევ თუ არა LGBT პროპაგანდა იყოს სკოლებში არასრულ სწავლებს შორის, ეს გაუგებარია, დიახ. ჩვენ ამას არ ვიზამთ. ისინი კიდე ამას არ მოეშვებიან და ეს მოცემულობა უნდა ავიღოთ
და მივხედოთ ჩვენ თავს და ჩვენ საქმეს ამის კიდევ ერთხელ გავიმეორებ წამალი არის ნეიტრალიტეტი და ჩვენ ნეიტრალური პოლიტიკა მრავალ ვექტორული. აი როცა აღარ გავაცხადებთ იმას რომ მივისწრაფით ევროკავშირისაკენ და ევროატლანტიკური იმისკენ მორჩა ეს საკითხი ავტომატურად იხსნება. და ნეიტრალური საქართველოს განაგრძობს იმ პოლიტიკას, მრავალ ვექტორულ პოლიტიკას, აღმოსავლეთთანაც, დასავლეთთანაც, ჩრდილოეთთანაც, თუ საჭირო იქნება მომავალში და სამხრეთთანაც, რომელიც ჩვენი ინტერესებიდან გამოდის. ასე რომ ეს მოცემულობა, ჩემი აზრით, არ შეიცვლება და ვნახოთ აი ბატონო მოვაგერ 2028 წელი არჩევნების წელი და მაინტერესებს იგივე ხალხი რა ეთქვის ამორჩეველს შესრულდა ის, რასაც ელოდებოდნენ და ადრე თუ გვიან მოუწია შეცვლა რაღაცების უკან წაღება და შეცვლა მე მგონია რომ არაფერს არ მოუწევს ნახოთ დავაგებოთ და ეს აუცილებლად უნდა გითხოთ ბატონო კოტე თქვენ გასაგებია რომ სახელწოდებაც იმ პარტიის რომლის წევრი თქვენ ბრძანდებით ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის მარტო საქართველოსი თუ სომხეთი აზერბაიჯანიც უნდა შემოუერთდეს და უფრო ეფექტიანი იქნება აი მხოლოდ საქართველოს ნეიტრალიტეტი რამდენად არის შესაძლებელი არსებულ ვითარებაში საქმე რაშია იცი ესეც არაერთხელ გაგვიმეორებია და კიდევ გავიმეორებ. ნეიტრალიტეტის გამოცხადება საკმარისი არ არის. როგორც ქვეყნებს ჩვენს გარშემო იმათ, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და თურქეთი, აქ იგივე ირანი, რუსეთი, რუსეთია, შორს ჩინეთია, ცენტრალური აზიის ქვეყნებია. იმათ თუ დაუსაბუთებთ და ჩვენ მუდმივად ამას ვცდილობთ, ჩვენი განცხადებებით, ჩვენი პოლიტიკური ასე ვთქვათ მანიფესტები და ასე შემდეგ მე პარტიას გულისხმობ. თუ დაუსაბუთებთ რომ მათთვის ყველაზე სასარგებლო და მომგებიანია რომ სამხრეთ კავკასიის ცენტრში საქართველოში რომელიც ცენტრალური ქვეყანაა იყოს თანამშრომლობის ურთიერთსასარგებლო მოდელი და არა საქართველოს რომელიმე ძალის მხარდამჭერი და იმის ასე ვთქვათ გავლენის ქვეშ ყოფი მე გონია ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ისინი ამას მიიღებენ იმიტომ რომ ნეიტრალური და მრავალვექტორული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოს ყველა იმ ჩამოთვლილი მხარისთვის ახლოსაც და შორსაც უფრო მისაღებია ნამდვილად პირველ რიგში ეკონომიკური და ბიზნეს ინტერესებისთვის პირველ რიგში აი შუა დერეფნისთვის და პირველ რიგში იმ ეკონომიკური პროექტებისთვის რომლებშიც ჩინეთიდან დაწყებული ევროკავშირის ქვეყნებში ბრუნდებით განაგრძობთ საუბარ ჩვენ სტუმართან დიპლომატთან კონსტანტინე ჟღენთან ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მრჩეველთან საერთაშორისო საკითხებში და ბატონო კოტე აი ჩატარდა სამიტი ანკარაში და გაუგებარი იყო გაუგებარი კი არა მოულოდნელი არაფერი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან მაგრამ მაინც რაღაც გაუგებარი იყო დიდი ამბების მიძღვნა თურქეთის ლიდერისადმი რომ მხოლოდ მისი ხათრით ჩავიდა და გულების დაგვიმშვიდა რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ გადის მოკლედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან და რჩება იქ და იმისთვის რომ რაც თქვენ ბრძანეთ განხორციელდეს და მათ გაცნობი რომ მხარეებმა რომ მათთვის გაცილებით უკეთესი ეკონომიკური თანამშრომლობა და ხეირის ნახვა იმ თქვათ სტაბილური გზებითა და კომუნიკაციის საშუალებებით რომელიც გადის საქართველოზე ამისთვის საჭირო არის აი უკრაინაში მიმდინარე და ირანში მიმდინარე აი ეს კონფლიქტები და თქვენ თავადაც ბრძანეთ რომ ირანში ისეთი პირი უჩანს აი ამ დაპირისპირებას რომ ხანგრძლივი დროისთვის არის გამიზნული აქედან გამომდინარე აი მოცემულ სიტუაციაში როგორ შეიძლება მე ეს კითხვა ისეთია უმადური კითხვაც არის პასუხიდან და პასუხიც უმადურია ამაზე რომ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები იმიტომ რომ ჯერჯერობით თუნდაც იგივე ნატოს სამიტზე გაკეთებული განცხადებები და გამომდინარე ჩანს რომ მხარეები უფრო ესკალაციისკენ არიან მიდრეკილნი და არა ვთქვათ ამ კონფლიქტების დასრულებისკენ მადლობთ აი მე დავიწყე საუბარი მშვიდელი პრესკონფერენციით ტრამპის და რომ დაიწყოს პრესკონფერენცია სპეციალურად დავინიშნე დრო ნამდვილად, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვიწინასწარმეტყველი არ მინდა ვთქვა, ну რაღაც მოველოდი რომ პირველ რიგში დაიწყებოდა ამერიკის ასე ვთქვათ ბჭყალებში მოგებაზე საუბარს ტრამპი, და რა მოუტანა ამერიკას მხარეს ამ სამიტმა. და ზუსტად ეს იყო. პირველი 20 წუთიდან 17 წუთი
სამი წუთი იყო კომპლიმენტები, ასე ვთქვათ, რომ ირაკა ლიდერები არიან ამ ნატოსი, რა ჭკვიანი და რა ლამაზი ხალხია, უკაცრავად ხუმრობ რა თქმა უნდა, მათ შორის ერდოგანი და სხვები კიდევ, რა კარგები არიან, ცოტა ცუდი სიტყვები, ასე ვთქვათ, ითქვა ესპანეთის მიმართ და კიდევ ორი ქვეყნის, რომელიც ისე ვერ დაეხმარენ ჰორმუზის რუტეში, როგორც მათ იმედები ჰქონდათ ამერიკელებს, მაგრამ დანარჩენი 17 წუთი მიუძღვნა იმას, რომ ნატოს ქვეყნები დათანხმდნენ, რომ ახალი იარაღის წარმოებას, ძველი იარაღის შესყიდვას აწარმოებენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომ რამ მოგებას მიიღებს ამისგან ამერიკის შეერთებული შტატები, რამდენ ამერიკას დაასაქმებს ამ იარაღის წარმოებისთვის და საერთოდ მერე კიდე გადავიდა სხვა წარმოებებზე, ასე ვთქვათ, და აი ეს იყო ძირითადი და გამოვიდა გლობალურად რო ვთქვათ ის, რომ სამიტი დამთავრდა იმით, რომ ნატოს წევრი ქვეყნები გააკეთებენ ყველაფერი იმას, რასაც ეტყვის ამერიკის შეერთებული შტატები და პირველ რიგში შტატების ინტერესებშია. პირველ რიგში ეკონომიკური და ბიზნეს თვალსაზრისით. აი თუ ამას გააკეთებენ, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები არც დაფინანსებაზე იტყვის უარს და არც ასე ვთქვათ, დახმარებაზე და არც თავის როლის თამაშზე, წამყვანი როლის თამაშზე ნატოში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გაიმეორა ის გადაღებული 5% შიდა პროდუქტის, რომელიც აუცილებლად უნდა დახარჯონ ნატოს წევრმა ქვეყნებმა იარაღებაზე. ეს საკითხი რამდენი წელია უკვე დგას, აბა გაიხსენეთ. ეს საკითხი პირველი ვადიდან მოყოლებული ტრამპის პირველი პრეზიდენტობიდან და იმის მერე ეს ევროპის ქვეყნები ზოგი ფეხსით რევ, ზოგი იძახის კი ბატონო გავაკეთებ, ზოგი იძახის ამდენ წელიწადში გავაკეთებ, ზოგი იძახის რომ აი სოციალურ იმას რა უყო ხარჯებს და იმას გამიჭირდება, მაგრამ როცა იქნება გავაკეთებ. აი ზუსტად ამას მოუხდება ის სიტყვები ადრე თუ გვიან. იძახიან რომ ადრე თუ გვიან გააკეთებენ და ეს ადრე თუ გვიან ამერიკას არ აწყობს, ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას და ტრამპმა ეს კიდევ ერთხელ განაცხადა. ეხლა უკვე მითხრესო რომ ძალიან ჩქარა ამას გააკეთებენ და ვერ გააკეთებენ ამასაც. ჩემი აზრით, უკაცრავად ბატონ ტრამპთან და სხვებთანაც ნატოს გულშემატკივრებთან ვერ გააკეთებენ უმოკლეს ხანში ამის გაკეთებას, რომ ყველა ნატოს წევრმა, ყველა ქვეყანა 5% ან მეტი დახარ 5 იყოს თუნდაც, ან ცოტა ნაკლები 4 და 9 სიტყვაზე ან 4 და 8 დახარჯოს თლიანი შედა პროდუქტის შეერაღებაზე ნატოსთვის არ გამოვა ეს ამბავი ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ არის ეკონომიკურად მზად ევროპის ნატოს წევრი ქვეყნები არ არიან მზად ამისთვის. ეკონომიკურად ეხლა აი ამ სირთულეებში, რომელიც განსაკუთრებით კიდე გამოიწვია ენერგეტიკული სირთულეები ირანში მომხდარმა ამბებმა და კიდე გრძელდება და რის უკან დაბრუნებასაც პირველ ნიშნულზე ძალიან დიდი დრო დასჭირდება ყველა ექსპერტი და სპეციალისტი განსაკუთრებით ეკონომიკის და ენერგეტიკაში დარგში ამას ამბობენ, ისინი ამ პარალელურად იმასაც და ამასაც რომ მეტი დახარჯონ შეერაღებაზე ვერ შეძლებენ. ესე იგი გამოდის რა, პირველ რიგში გამოდის ამერიკის ინტერესების დაკმაყოფილება მათგან იარაღის ყიდვის, მათი იარაღის წარმოების, მათი დასაქმების კომპანიების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ვინ დგას ისევ და ისევ ამის უკან? ამის უკან ისე დგას გლობალური ომის პარტია, რომლის წამყვანი ძალები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და რომლებიც პირველ რიგში არიან დაინტერესებული აი ესეთი გამოსავლით, რომ მოგება ეკონომიკური პირველ რიგში იარაღის და სამხედრო აღჭურვილების წარმოებით აი ამ კონფლიქტების და ომების პერიოდში მიიღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. აი საჩვენად ჩემი აზრით ნატოს სამიტმა. ყველაფერი დანარჩენი ეს კომპლიმენტები ერთმანეთის მიმართ და ამ რუტეს გამოსვლები, რომ თავის ესე ვთქვათ, სხვა შორის ძალიან კარგი დიპლომატიური ენით საუბრობს, ისეთი რომ არც როგორც ქართველები ვამბობთ, არც მწვავ სწავს და არც ჩამწვავს. ესეც გინდა აქედან მოაბავ ქოთანს ყურს და გინდა იქიდან რუტეს ნათქვამები რომ იმას გაიხსენო. მაგრამ რეალურად რა არის, ხო? მე ვამბობ ხოლმე და არა მხოლოდ მე ვიმეორებ. ძალიან ბევრი ჭკვიანი და ესეთი ხალხის არის, რომელიც რეალიზმის და რეალ პოლიტიკის მიმდევრები იყვნენ და არიან ეხლაც და მომავალშიც იქნებიან. იმიტომ რომ ეს არის მთავარი. მთავარი არის რეალურად რა ხდება. მთავარი ის კი არ არის. რას ამბობს? ეს მოიგონებს და ეს იტყვის ან რუტე თავის პრესკონფერენციებზე რეებს მოიგონებს და რეებს იტყვის. რეალურად რა მოხდება ამის მერე და როდის მოხდება ის, რაზეც ვილაპარაკე.
მე კიდე ამასაც უახლოეს მომავალში არ ველი, არც მე და არც ძალიან ბევრი ჩემზე უფრო მაგარი და ჭკვიანი სპეციალისტი და ექსპერტი. ამიტომ აი ეს დამოკიდებულება, რაზეც დამისვით კითხვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი სიტუაცია, რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე, აი უკრაინის ომი და ეს ირანთან ომი როგორ დამთავრდება და რა შედეგებით. იმიტომ რომ ორივე ძალიან ახლოს არის ჩვენთან. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვახერხებთ, ჩვენი მთავრობა და ერთად ჩვენც მათი მხარდამჭერები ვახერხებთ იმით ამ საკითხში მხარდამჭერებს ხალხს ვსვამე. მასაკეთში ძალიან ბევრი წინამდებობა აქვს მთავრობასთან ჩვენ პარტიას. ვახერხებთ იმას, რომ მშვიდობა იყოს. მშვიდობა იყოს და რეგიონში ამდენი წელია არ იყოს სროლა და სისხლისღვრა და ის. ამას ვახერხებთ, მაგრამ გავლენები, რომ ძალიან ახლოს მყოფი კონფლიქტების რომ არის და მუდმივად იქნება, რა თქმა უნდა ეს ნათელია, მაგრამ ისიც ხო ფაქტია, რაც მე ვთქვი, რომ მიუხედავად ამ კონფლიქტებისა, აი ამ ჩვენი დაკავშირებადობის ცენტრალური გზის, ანუ შუა დერეფნის გამავლობა, ტვირთები, ეკონომიკური მოგება, თუნდაც ბაქო ჯეიხანის, აი ხო პირველ რიგში რა დაწერეს დასავლეთში და ევროკავშირშიც პირველ რიგში რა დაწერეს ევროკავშირის საშუალებებმა, მედია საშუალებებმა, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ ჩვენი პრემიერის ყაზახეთი დათანხმდა, აი სტატიას ესეც სათაური იყო, იმას რომ ბაქო ჯეიხანის ნავთობსადენში, ბაქო თბილისი ჯეიხანის ნავთობსადენში გაატარებს უფრო მეტს, ვიდრე მანამდე ატარებდა, ხო? აი ეს გამოიტანეს პირველ რიგში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტები არის, აი ეს გზა მუშაობს. ჩვენი პოლიტიკის შედეგად ამ ცენტრალურ აზიაში და ჩინეთთან და ასე შემდეგ იმატებს კიდევ არათუ მუშაობს. იზრდება მოგებაც და მნიშვნელობაც. ამიტომ ეს უნდა გაგრძელდეს ეს ნაბიჯ და ეს უნდა გავაგრძელოთ. და ის როცა იქნება მოგვარდება და დამთავრდება და პირველ რიგში ეს იქნება ალბათ კი არა ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. მაგრამ ბატონო თვითონ აი ეს დამოგროდეს თქვენთან ბრძანეთ რომ მოტივაცია ikითხება რომ რა ხეირს ნახავს ამერიკის სამხედრო მრეწველობა ეგ თავისთავად ნიშნავს რომ საჭირო არის ომები რისთვისაც საჭირო იქნება შეიარაღება და შესაბამისად შეიარაღების წარმოება და ფული ამ შეიარაღების შესაძენად რომელიც ევროპამ უნდა შეიძინოს და ალბათ ნაწილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც და შეიძლება ტრამპს ამიტომაც უნდა და ესპანეთის და იტალიის ჩართვა და თავის ნატოელი მოკავშირეების რომ მათ შემდეგ შეიარაღება შეეძინათ მათგან, რომელთაც დაესწრებოდნენ თავს ირანს. მაგრამ ეს ხომ ნიშნავს, რომ ეს ომები ხელსაყრელია, რომ გაგრძელდეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. თეორიულად ეგრეა და პრაქტიკულადაც ეგრეა ისე რამე იყოს, იმიტომ რომ დავიწყოთ იმ ომებიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე დაიწყო, რასაც კონფლიქტებს ეძახდა სულთნობა, ზოგი ომს ეძახდა, ზოგი კონფლიქტს. ესეც არაერთხელ ჩავამოთვლია, ეს კორეა იქნება, ვიეტნამი იქნება, ახლო აღმოსავლეთი იქნება. თუ რა ვიცი ერაყი ავღანეთი კი ბატონო ყველგან ხო იარაღი ასე ვთქვათ ცუდი სიტყვა შეიძლება მაგრამ იხარჯებოდა და ახალი იარაღის მიწოდება იყო საჭირო მხარეებისთვის სხვათა შორის ორივე მხარესთვის რა თქმა უნდა ეს საერთოდ წესია ასეთი კი ბატონო ჩვენ მაგალითზეც ვიცით აფხაზეთში ორივე მხარის მიყიდა იარაღს ასეთი და კონფლიქტებიც კი მაგას ვაბობ იყო ისეთი კონფლიქტებიც ძალიან საკმაოდ ბევრი. როცა ორივე მხარეს აწვდა ხოლმე ამერიკა იარაღს და არა მხოლოდ ამერიკელები, არამედ დასავლეთი ეგრეთ წოდებული. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს არის ისეთი ინტერესი, რომელიც არ გაქრება არასოდეს. მან შეიძლება იყოს რაღაცნაირად შერბილება, შენელება პროცესის, რაღაც კონფლიქტების მოგვარება. აი ტრამპი აცხადებს მაგალითად რომ მიაღწევს ხოლმე დროებით ორი მხარე ხელს მოაწერს რა ქვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სამხედრო მოქმედების შეწყვეტის შესახებ რომ მოაწერს ხელს დოკუმენტს ტრამპი აცხადებს რომ მე ომი დავამთავრე აცხადებს კი ბატონო დავამთავრე კაცო რა ქვია ომი დავამთავრე შენ მიაღწია იმას კი ბატონო დროებით ზავს მიაღწია ცეცხლის შეწყვეტას ასე იქნება უკრაინაშიც ასე იქნება თუ იქნება რაღაცა მომენტებში ირანშიც ასე ხდება რაღაც მომენტებში ახლო აღმოსავლეთშიც რომ შეწყდება ხოლმე ცეცხლი და მე ყველა იმას ფიქრობს ეს ცეცხლის შეწყვეტა ნეტა რამდენი ხანი გაგრძელდება და ვინ დაარღვევს პირველი განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ხომ მოაწერეს ხამასთან იმას რა ქვია შეთანხმება კი ბატონო ისრაელმა და უნდა ამერიკაში დაირღვა
ეს შეთანხმება. რამდენ ხანში ახლა ძალიან მალე, კი ბატონო. 3 დღეში. დიახ. ამიტომ ამ ირანთან ხო თითქოს მიაღწია შეთანხმებას ჰორმონის დროის. რამდენ ხანში ესროლა ირანმა ისევ გემებს, მშვიდობიან გემებს და ამერიკამ რამდენ ხანში დაბომბა ისევ 90 ასე ვთქვათ სამხედრო თუ სხვა ობიექტი. და უნდა დავასრულოთ ბატონო კოტე რომ მოვამრგვალოთ თუ შეიძლება ჩვენი საეთერო დრო მოიწურა. მოვამრგვალოთ ისე რაც თქვი მივხვდით ჩვენ თავს. დიახ. გავაგრძელოთ მშვიდობიანი და ურთიერთსასარგებლო პოლიტიკისკენ ასე ვთქვათ ჯერდი გატარება და მე კიდევ უფრო სვლა ამისკენ მრავალვექტორული პოლიტიკისკენ და ჩვენი ნეიტრალიტეტის საფუძველზე ამ მრავალვექტორული პოლიტიკის და ნახოთ რა მოხდება. მე დარწმუნებულია რომ ეს მეტ შედეგს გამოიღებს ვიდრე ჩვენ რომ დავდგეთ რომელიმე მხარის. კი ბატონო. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს მე გემშვიდობებით ბუნებრივია საქართველოს სიყვარული და